Სამი წლის ასაკიდან დავიწყე ალბათ ფეხბურთის ყურება, იმიტომ დედაჩემის ახლო მეგობარს უყვარდა ძალიან ჩელსი ფეხბურთის გუნდი და სახში მივდიოდი სტუმრად რომ მივდიოდი, სულ ჩართული ქონდა და მეც დაინტერესდი და შემდგომ დავიწყე თამაში და შემიყვარდა ძალიან ეს სპორტი. თავიდან 6 წელს რო ვიყავი, მამაჩემის გამო შემიყვარდა რეალ მადრიდი თავიდან და მაგის მერე ასე ვთქვათ შეყვარებული ვარ ამ სპორტს. მინდა რომ მეც თვითონ კაი ფეხბურთელი გამოვიდე და ჩემი мотиваციაა ასე ვთქვათ, რომ ფეხბურთელი გავხდე. ფეხბურთი ჩვენი ოჯახის აი სულ ფეხბურთს თამაშობდით, ბაბუც და ესე შემაყვარეს მე 4 წლისას რო ვიყავი, უკვე უყურებდი ფეხბურთს. 5 წლისას დავიწყე და ჩემმა ძმამ მასწავლა და დაინტერესდა ჩემი მუსიკა. უბანში ხშირად ჩემი მეგობრები გამოდიოდა და თამაშობდით ხოლმე ფეხბურთს და მაგიდან უკვე ძალიან დავინტერესდი ფეხბურთით, აქტიურად უყურებდი და მაგის შემდეგ გავხდი რეალის ფანი და უკვე ძალიან აქტიურად ვადევნებდი ფეხბურთს თვალს. 12 წლის ასაკში დავიწყე ფეხბურთის ყურება. კვარაცხელიას შედეგად. როცა ნაპოლში გადავიდა, მაშინ დავაინტერესა ძალიან და მთელი ოჯახის წევრები რო უყურებდნენ, მეც მაშინ დავიწყე თამაში. არც მახსოვს როგორ, მაგრამ საერთოდ უბანში შემიყვარდა ეს ფეხბურთი, პირველად როცა ჩავედი, თამაშობდნენ და დავემატე და აღმოვაჩინე რომ ანუ რავი მომწონს ეს სპორტი და 9 წლის რო გავხდი თუ 8 წლის შევედი პირველად ალბათ. ჩემი ოცნება არის რომ რავი ფეხბურთელი გამოვიდე. თუ აი მოვინდომე და დავუთმე დიდი დრო, ალბათ მივახწევ ჩემს იმასაც. ფეხბურთის თამაში თავისთავად ძალიან მიყვარს და ეს ტექნიკები უყურება რაღაც, მაგრამ აი ის მიყვარს ძალიან რომ სულ ახალ ადამიანს ვიცნობ და უფრო ახლო მეგობრები, ან ეგაა ჩემი ეს ფეხბურთი, ზუსტად ეგაა რომ ადამიანთა კომუნიკაციასთან დაამყარო და შეიყვარო ადამიანი. რა გირჩევნიათ ახლა ჯოისტიკზე ითამაშო, სახში იჯდე, თუ გარეთ გამოხვიდე ძმაკაცებთან ერთად, მეგობრებთან ერთად ითამაშე ფეხბურთი, ემოცია, განვითარდე თვითონ როგორც ადამიანი. ეზოში თამაშის, ესე ვთქვათ, ემოციებს ვერ გაიგებ სახში თამაშით. ეგრე არის რომ რაღაცა პრობლემები რო გაქვს ხოლმე, აი პირველ ფეხბურთი მახსენდება, იმიტომ რომ აი ხო რაღაცა აი წყნარად და მშვიდად რა, აი ყველაფერს ვივიწყებ და ან მუსიკით თამაშობ, ან ისე რა. ძალიან ბევრი არის დაინტერესებული ფეხბურთში და როგორც ვახსენე პატარაობიდან უმეტესობა, მაგრამ აი ხა ჩვენ რო გავედით ევროპის ჩემპიონატზე, ძალიან ბევრი ადამიანი შეაყვარა ფეხბურთი აი ამ თამაშმა, თვითონ იმ იმერცმა თამაშმა. ლეგენდარული მომენტი ყველგან და ძალიან მიხარია მე ბაბუა ჩემი ტირო და ერთად ვიყავი და ძალიან დიდი მომენტია ქართველებისთვის. მამარდამ რო აიღო ის პენალტი, აი ისეთ გახარებული ვიყავი ვიდეოც, მაგრამ ხტომა დავიწყე და აი თითქმის წილი დავიწყე, იმხელა ემოცია მქონდა, იმიტომ რომ ყველას ეგონა რომ ვერ გავიდოდით და აი ეს ემოცია რომ გავედით და მივახტიეთ რაღაცას ძალიან გამახარა და დღემდე იმედი ჩასახა ჩემში. ჩემთვის დიდი სიხარული იყო, თან როცა გავიგე უკვე კი არ ტყავდა ბოლო პენალს, უკვე დარწმუნებული ვიყავი რომ გოლს გაიტანა და როცა გაიტანებს მთლიანი ასე სტადიონი შევარდით. პირველი კვაკოსკირთან მივედი, ფოტოს გადავიღე მაქვს. ძალიან დაძაბული იყო და ძალიან ცოცხალი ემოციები მივიღე. განსაკუთრებით პენლები რო დაიწყო, მაგ დროს აი ჩავთვალე რომ ემოციური რაღაცა შეტევა მქონდა. ჩემთვის ძალიან დიდი мотиваცია იყო რომ საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ჩემპიონატზე გავიდა და უფრო მივაწექი ფეხბურთს და ძალიან ბევრი ადამიანი და მიაწექი და ფეხბურთს საქართველოს და ძალიან დიდი იმედი მაქვს და ძალიან გახარებული ვარ და თავისთავად გამარჯვება მინდა და მგონია რომ გავიმარჯვებ კიდევაც და ჩემ ოჯახთან ერთად და ჩემ ახლო მეგობრებთან უყურებ და ველი რომ თლიანი საქართველოს გავერთიანდეთ და უგულშემატკივრად საქართველოს ნაკრებს დღევანდელ თამაში. ყველა მზად უნდა ვიყოთ, ვით უმეტეს პირველი დებიუტია ჩვენი ევროებში და ვუსურვებ ყველას წარმატებას. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენ ნაკრებს და სამი გოლის გატანას. ნაკრებს ვუსურვებ წარმატებებს და ძალიან დიდი იმედი მაქვს მოგების. რომლითაც სახში უნდა უყურო და მე მგონია რომ ბუდუ გაიტანს გოლს. ნაკრებს ვეტყოდი რომ
ჩვენ სულ ვართ თქვენთან ერთად და იყვნენ ძლიერები და ჩვენც უფრო ვეცდებით რომ აქედან გავაძლიეროთ ან ტელევიზორებიდან ან სტადიონებიდან. შეიძლება